მშვიდობისა, მეგობრებო, დღეს მინდოდა მეთქვა ერთი რაღაცა რა, რომ ზოგადად საერთოდ როგორი ხელისუფლება არ გამომივლია მე პირადად რა. ბევრჯერ მithქვას, რომ საბჭოთა კავშირი რო დაიშალა 22 წლის ვიყავი და შესაბამისად საბჭოთა ხელისუფლებებიც მახსოვს. შევარდნაძის ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლება მახსოვს, მერე პატიაშვილის ხელისუფლებაც მახსოვს, გუმბარიძისაც. და დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებები ხო მახსოვს და მახსოვს. მაგრამ ესეთი გაბოროტებული ხელისუფლება, როგორც დღეს ყავს და რომელიც არა მხოლოდ თვითონ არის გაბოროტებული, არამედ ჩალიჩობს, რომ ხალხიც გახლეჩილი იყოს ყოველთვის. და არ უშვებს არასდროს, რომ ხალხი რაღაცამ გააერთიანოს. აი ეგეთი ხელისუფლება საქართველოს არასდროს არ ყოლია. ეს სამთავრობა იკვებება საზოგადოების გახლეჩით. ეს არის მისი საწვავი. ხო და შესაბამისად, აი თუ დავაკვირდებით ყოველთვის, როდესაც ხალხს რაღაცა გააერთიანებს, ყოველთვის ხლეჩენობს საზოგადოებას. გვახსოვს ყველას 2022 წლის 24 თებერვლამდე, სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, მთელი საქართველო გაერთიანებული ვიყავით უკრაინის გარშემო. ყველანი ვთანხმდებოდით, რომ უკრაინას უჭერთ მხარს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. როგორც კი რუსეთის აგრესია დაიწყო, გამოაგვრდა ეგრევე ირაკლი ღარიბაშვილი, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი და ისეთი განცხადებები გააკეთა, რომელმაც საზოგადოება ისევ გახლიჩა მათ მომხრეებად და მათ მოწინააღმდეგეებად. ხო, გვახსოვს ეს ყველაფერი კარგად. მერე ვინც მის განცხადებებზე პროტესტი გამოთქვა, ყველას დაარქვეს ომის პარტია და თავის თავს დაარქვეს მშვიდობის პარტია და ესე გახლიჩეს საზოგადოება, რომელიც გაერთიანებული იყო უკრაინის გარშემო. ყველანი გაერთიანებული ვიყავით. არავინ არ ლაპარაკობდა მაშინ, რომ რუსეთმა უნდა გაიმარჯვოს, ან რუსეთს არავინ არ უჭერდა მხარს. ყველა იყო გაერთიანებული უკრაინის გარშემო. ეს ერთი იყო. მეორე იყო წარმატების გარშემო გაერთიანება. როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით ისტორიაში პირველად, საბერძნეთი გადაამარცხეთ თბილისში და მაშინ ამ წარმატებამაც მთელი ქვეყანა გააერთიანა. არავინ არაფერზე სხვაზე არ ლაპარაკობდა, გარდა ამ წარმატებისა და ყველა ერთმანეთს ამ წარმატებას უზიარებდით და ყველას ფაქტიურად დავიწყებული ჰქონდა ყველანაირი ნეგატივი. ზუსტად ერთ კვირაში გამოგვორდა მამუკა მდინარაძე და გამოაცხადა ხელმეორედ შემოღება რუსული კანონის, რამაც ისევ გაყო საზოგადოება, ისევ გამოიწვია საზოგადოების გახლეჩა. აი ახლა ბოლოს რა ქნეს, აი გუშინ დღეს წავიკითხე, რომ ადამიანი ერთ-ერთი წასულია მოხალისედ გურიაში და იქ მუშაობს. ეხმარება ხალხს. ადის ისეთ ადგილებში, სადაც ტექნიკა ვერ ადის რა. ხო და აი ამ ადამიანს მოულოდნელად დაურეკეს და შეატყობინეს, რომ დაჯარიმებულია 5,000 ლარით. ესეც ერთ-ერთი ნაბიჯია იმისა, რომ მუდმივად იყოს შუღლი, მუდმივად იყოს ბოღმა საზოგადოებაში გავრცელებული, არასდროს არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს რაღაცა პოზიტიური ტალღების გავრცელება საზოგადოებაში. ეს არის ქართული ოცნების საწვავი, ბოღმა. ბოღმა უნდა იყოს საზოგადოებაში აუცილებლად. და თუ ვინმე მეტყვით, რომ ამაში ოპოზიცია თამაშობს მთავარ როლს, არ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ოპოზიციას არ შეუძლია ხალხის გაერთიანება, იმიტომ რომ ის ოპოზიციაა. მას არანაირი ბერკეტები ამისთვის არ აქვს. ხელისუფლებას შეუძლია საზოგადოების გაერთიანება, ხელისუფლებას შეუძლია გადადგას კონკრეტულად ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ამ პოლარიზაციას, ამ დაძაბულობას შეამცირებს. მაგრამ ამას არ აკეთებს. აკეთებს პირიქით, იმიტომ რომ ეს მას ეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში. აი ესეთი ამბავია. ძალიან სამწუხაროა, რომ აი ესეთი ბოღმით სავსე საზოგადოება ვართ ბოლო 12 წელია. ესეთი ბოღმით სავსე საზოგადოება საქართველოს არ ყოლია არასდროს. და ამას სამწუხაროდ მთავრობა ეხმარება. როდის დამთავრდება ეს არ ვიცი, იმედი მაქვს რომ მალე, მაგრამ კი გავიდა უკვე 12 წელი, რაც პატარა დრო არ არის.